ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში საქართველოს სახალხო არტისტების სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. სცენაზე უკვე თითქმის 55 წელია ვარ. ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩემთვის. თუმცა ამ დღეს თავისი სევდაც ახლავს ის, რომ ეს დღე არ შედგა აფხაზეთში, სოხუმში, ჩვენს თეატრში. 200-მდე როლი მაქვს ნათამაშები. ჩემი ამპლუა არ შემოიფარგლებოდა მარტო სახასიათო როლებით, სხვადასხვა ხასიათის როლებს თამაშობდი, მენდობოდნენ რეჟისორები და მადლობელი ვარ, რომ ძალიან დიდებულ რეჟისორებთან მომიხდა მუშაობა. არა მარტო ჩემი სურვილი, არამედ სრულიად საქართველოს სურვილია, რომ გამთლიანდეს საქართველო. მინდა რომ დაბრუნდეს აფხაზეთი და შეიძლება მოვასწრო სანამ ვარ ცოცხალი, ერთი როლი მაინც ვითამაშო სოხუმში. მთელი ეს დღეები მეუბნება, რომ აი სულ ფიქრობ წარსულზე. რამდენი ბედნიერი წუთი მახსოვს თეატრიდან და ასე შემდეგ. და ის ბედნიერია, რომ მისი არჩევანი იყო თეატრი და არა სხვა რომელიმე და მადლობას უხდის თავის ქვეყანას, რომელმაც უამრავი ჯილდო დამსახურება მიანიჭა. აგრეთვე აფხაზეთის მთავრობას აი ამ ყურადღებისათვის, რომელმაც მას ეს ბედნიერი დღე აჩუქა. ობიექტური მიზეზების გამო საღამოს ვერ დაესწრო თინა ბაბლიძე, თუმცა მისი შემოქმედება მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს. თინა ბაბლიძის მსგავსად სერგო პაჭკორიაც და გიორგი რატიანიც წლების განმავლობაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. და ვისარგებლო შემთხვევით მთელს თეატრალურ საზოგადოებას საქართველოში მოულოცო ეს შესანიშნავი დღე. მე არ მეგულება საქართველოში პიროვნება, რომელმაცაც არ უყვარდეს თეატრი, არ უყვარდეს ჩვენი შესანიშნავი მსახიობები. გილოცავ ჩემო მეგობრებო, ღმერთმა სიკეთე, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ. ეს უნიშნელოვანესი დღეა სოხუმის თეატრის სამმართლა დიდ მსახიობს. ძალიან ლამაზ საღამო მოუწყვეს. მე მახსოვს მათი როლები და დღემდეც, როდესაც სტუდენტებთან მუშაობ, რამოდენიმე გამომიყენებია ჩანაწერები, რომ ენახებინა რა მაღალი დონის საშემსრულებლო ხელოვნება იყო, როდესაც ეს ადამიანები იდგნენ სცენას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ახსოვს არა მარტო ხალხს, არამედ მთავრობას, პატივსცემენ და აღნიშნავენ თითოეულ მათ იუბილეს. მე უდიდესი მადლობა მინდა უთხრა აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს, ვინაიდან ვისიც დღეს საიუბილეო საღამოა, ისინი ჩემი დიდი ხნის მეგობრები არიან. სერგო რომ არა, შეიძლება მე დრამატურგი არც გამხდარიყავი, იმიტომ პირველი პიესა, როგორც ცნობილ მსახიობს, მას მიუტანი წასაკითხად. ეს სამი ადამიანი არის ჩემი თანამებრძოლი აფხაზეთში. მე ამას თანამებრძოლობას უწოდებ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები გავიარეთ. ჩვენ ვიყავით ძალიან შეკრული, ძალიან მეგობრული. თუ სცენაზე ყველა თაობა არ დგას, ასეთ თეატრს ფასი არ აქვს. ჩვენ ვერასოდეს მე პირადად ვერასოდეს ვერ გადავიხდი იმ მამაკს, რომელიც აქვთ თუნდაც ამ მსახიობებს ჩემს მიმართ. ყოფილ ვარ მათთან ერთად სცენაზე და თუ კი დღეს მე რაიმეს წარმოვადგენ და თუ კი რაიმე მეთქმის ჩვენს სფეროში, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ თაობის დამსახურებაა და მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევდა ყოფნა და დღესაც მე მათ ჩემს პედაგოგებად მივიჩნევ და ჩემს უფროს მეგობრებად და ეს არის ყველაზე მთავარი.